ჰალელუია. შვიდობა ყველას, როგორ ახართ? დიდება იესოს. ოხ, რაჯობია, ღმერთთან ყოფნას. ზოგადად ბევრს არ შეგაწუხებთ. ამასინად ჩატში ქონდა მისანა ლაპარაკი. იესოს იგავზე და ერთ ისტორიაზე, რომელიც არის მოცემული, გადავიდეთ პირდაპირ სიტყვაზე, მე ვიცი ხან შესავალი. ხოზე კინოებში რა იცოდნენ რეკლამები და რომ აწუხებდნენ იმათ მაყურებლებს. მოკლედ, მე სათვალები არ მიყვარს ეს ვიხოტკებით რას არ ეძახიან, მაგრამ მზე არის და მე ეს აჩვენებს. ის არა მარტო მზის, აჩვენებს სახარებას თვალის ის არის და კარგად ხედავ. ასე რომ საათი ის არა აცოდო. მოკლედ, ლუკას სახარებიდან წავიკითხავ მე ერთ ადგილს. და გთხოვთ, ეს ეხება მორწმუნეს, ურწმუნოს, ღვთისმოშის, შარამოშის, ყველას, განსაკუთრებით კი ურწმუნეებს და მორწმუნეებს. ლუკას მე-13 თავი არის ეს. აქ წერია, რომ ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები იესოსთან და უამბეს მას გალილეელთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებთან. იესომ უთხრა, თქვენ გონიათ რომ ეს გალილეელები, ყველა სხვა გალილეებზე უფრო ცოდილები იყვნენ, თუ არ მოინანიებთ, ასევე დაიღუპებით. მე მგონი ეს წინასწარ ვსვი. და მერე იესო ახსენებს მათ. ან გონიათო ის 18 კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ადამიანი, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობდნენ. ანდა არ გახსოვთ ის 18 კაცი, ეს კოშკი რო დაეცაო რაღაც, სილოამის კოშკი. 18 კაცს და რო ამოწყვიტაო. რა თქვენ გონიათო რომ ისინი უფრო ცოდილები იყვნენ? და ისევ ხას უსვამს აერ სიტყვას. თუ არ მოინანიებთ, ასევე დაიღუპებით. ჩემო მეგობარო, მორწმუნე ხარ, ურწმუნო ხარ, სულ ერთია. მონანიების გარეშე მონანიება რა არის? შეიცვალო უნდა აზრი. მოbrunde უნდა ღმერთისკენ. ატიება თხოვო უნდა უფალს და თხოვე ძალა რომ აჯობო, გადალახო, ძალისხმევა გამოიჩინა. ღმერთის დახმარებით ყველაფერს შეძლებ. და იესომ ერთი და იგივე სიტყვა თქვა. უთხრა ეს ებრაელებს, ურწმუნეებს კი არ უთხრა ეს ებრაელებს უთხრა. თუ არ მოინანიებთ, ესე იგი მორწმუნეებს კი დაეუბნება. მთელი სახარება პავლე მოციქული ხას უსვამს მოციქულებს მოწაფეებს, რომ წმინდად იცხოვრონ, ხორცის საქმეები არ გააკეთონ, სულის ნაყოფები გამოავლინონ და ბევრს გაფრთხილებას აკეთებს, რომ ასეთი და ასეთი და ასეთი მოქმედი ცათა სასუფეველს ვერც ნახავს. მას ქვია მეგრულად ნიხტ ბაბა, ნიხტ ვერ ნახავ. და უყურეთ იესო, კინახალ გამეორდა ტელეფონი. უყურეთ იესო თავის ამ მონანიებაზე რო თქვა, იმას მოაყოლა ისინი რომ მოვიდნენ პილატემ, აი დაახოცესო ის. ხო ის მაგალითად რო იტყვიან, ის უკრაინაში მოკვდა, ის გზაზე მოკვდა, ის და თითქოს და აი ცოდვილი იყო და დაემართა. იესო ლაპარაკობს. თუ არ მოინანიებ, შენს მოგივაო ის. ესე იგი მონანიება არის გადარჩენა. იესომ და თუ არ მოინანიებთ, ყველანი ასევე. ან კოშკი დაგეცემა, ან იქი დაესემე რაღაცას. სიკვდილი არ აქცდებათ. დროზე ადრე. და იგი თავის ამ სიტყვას, მონანიების სიტყვას უყურე მორწმუნეებს როგორ უხსნის. და იესოს იგავი მე მანამდე არ მესმოდა ეს ახალი მორწმუნე ვიღაი, მაგრამ რაც რო გადის, უფრო მეტად მეხსნება. უთხრაო ეს იგავი. ვინმემო
თავის ვენახში ლეღვი ჰქონდა დარგული. მოვიდა მასზე რომ ნაყოფი მოეძია. ნაყოფი. ვერ იპოვა. მოვიდა პატრონი. და ნაყოფი უნდა და ვერ ნახა. და უთხრა იმ მევენახეს, ვინც იქ ვენახში მუშაობდა. 3 წელია მოვდივარ. ამ ლეღვის ნაყოფის საზებნელად და ვერ პოულობ. მოსჭერი იგი. გადახერხევი. რისთვის უნდა ფიტავდეს მიწას. უფალმა უთხრა. თუ ეს ამ მევენახემ უთხრა, ეს მევენახე ხო ჩვენი უფალია. მან კი მიუგვე ადვოკატი ბარისტეი გამოუჩნდა ამ ლეღს. ბატონო, დაატოვე ამ წელიწადსაც. კიდევ შეიწყალეო. ეს ადამიანზე ლაპარაკობს, აი ლეღვი არა არავის ამ როლში. ეს ლეღვი აღებული აქვს იესოს როგორც პიროვნება, ადამიანი. ნაყოფი და უნაყოფო მორწმუნის ამბავი და ადამიანის ამბავია. ეს მევენახეუბნება, ბატონო, დაატოვე ამ წელიწადსაც. ვიდრე ძირს შემოუთოხნიო. ესე იგი მოული ყველაფერს გაუკეთებო. პირველი ძირს შემოუთოხნი და შემდეგ ნაკელს მოვაყრე. იქნე მოისხას ნაყოფი და თუ არა და მოსჭრი მას. რატომ ლაპარაკობ ახლა ამას მე? ყოველთვის ერთ და იგივეს, თითქმის. აქ იესომ გვაჩვენა რა არის მონანიება. მონანიება არა მარტო გმადლობთ ბოდიში და მაპატიე და დავაი ისევ ძველი ისა პესნიები. მონანიება არის იესომ თქვა. ნაყოფი ნაყოფს გამოიღებს შენი ღმერთის წინაშე. აბა გავიხსენოთ ერთი ადგილი, მეგობრებო, ძმებო, როცა იესოს მოშივდა დილით რომ მოდიოდა, მოწაფეთან ერთად, დილა იყო მოშივდა და მივიდა ეს ბალია, მაგრამ ლეღვის ხესთან. ნაყოფის მოძებნა უნდოდა და ვერ ნახა ნაყოფი. ფოთლების გარდა არაფერი არ ჰქონდა. და თქვენ ხო გახსოვთ იესომ რა უთხრა? დაწყევლა ის ხე. ნუღარ ჭამდესო შენი ნაყოფისაგან აწი. სა. ის გახმა, მაგრამ ამით იცი რა ხასიათი ბუნება გვაჩვენა იესომ. და იქ წერია რომ მოსავლის დრო ჯერ არ იყო დამდგარი. ესე იგი იქ უნდა ყოფილიყო. ჯერ აკრეფილი არ იყო მოსავალი. ჯერ არავინ არ მოსულა ამ ლეღვის ხესთან, რომ ნაყოფი მოეწყვიტა. იქ უნდა ყოფილიყო ნაყოფი. სეზონი იყო და სხვა ლეღვები იქნებოდა დახონძდული და ეს ლეღვი რატომღაც იესოს ნაყოფის ვერ ნახა. იესოს შიოდა. შემოქმედს. შიოდა და თავის შექმნიდან მოვიდა და დაახტა ის ფურსლებიანი. ფურსლები ისიც ძმებოდადებო რა არის. ბლა 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 ბლა. ღმერთი მიყვარს, ღმერთის სიყვარულია, გადარჩენილი ვარ. ზეცა მელოდება. თავი ქუჩი მაქვს. ბლა ბლა ბლა. იესომ თქვა, ეს ფურსლები ეს ბლა ბლა ბლა. იესოს ბლა 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 არ უნდა, იესოს ნაყოფი უნდა. იმიტომ რომ ამ ბლა ბლა ხალხზე იესომ გამოცხადებაში თქვა, შენ ამბობ რომ დიდარი ვარ, გამდიდრდი, არაფერი მაგნია, ფანტასტიკა ვარ, ესა ვარ, ისა ვარ და სულიწმინდა ეუბნება, ფანტასტიკა კი არა, ужаსი ხარ, ღარიბი, ღატაკი, ბრმა, შიშველი, აი, ღმერთის სრული დახასიათება. და აბა მოусმინე იმ კაცს რას ამბობდა ის ეკლესია? დიდარი ვარ, ეს ვარ, ვარს ამბობდა. შენ რომ ამბობ რაღაცა რო გაქვს ვითომ. იმასაც მენა ქონდა, მე დიდარი ვარ, მე ყველაფერი მას, ტრალი ვალი,
უფალმა თქვა ტრალივალი კი არა, იყიდე ჩემგან. ზეთი წაისი თვალებზე რომ ხედავდე. ჩაისვით ანსაცმელი რომ შენი შიშველი არ გამოჩნდეს. ტიტვილი ხარ, შიშველი, ბრმა, ხეიბარი. ფანტასტიკა არ გინდა ხო ეს? ასე რომ ფურცლები არის ის ბლა ბლა ბლა. და იესოს ბლა 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 კი არ უნდა. იესოს უნდა ნაყოფი. ანდა კიდე გავიხსენოთ ერთი ადგილი. პირველი ფსალმონი. ნეტარი არის კაცი, რომელიც არ მისცეს უღურთად რჩევას, არ ადგას ცოდვილთა გზას. ხო. რჩევა, გზა და მერე არ ზის ალყიარ და წრეში. მაგრამ მისი მისწრაფება არისო ღმერთის ჯუზე, დღედაღა მასზე ფიქრობსო. და მერეა იმ ღმერთის ჯუზე რომ ფიქრობდა დღედაღა, აი ამიტომ უყურე რა წერია აქ. ერთი წამი. ცალხელით კიდევ ისი ჩემი სახარების გადაშლა. იქნება იგი წყლის ნაკადებთან დარგული ხის მსგავსი, ხე ისე. რომელიც თავის დროზე იძლევა ფოთოლს, ნაყოფს. ნაყოფის იქნებაო და ფოთლების. ფოთლები საჭიროა, ფოთლები რო არ ყოფილიყო საჭირო, არ იქნებოდა ხელს ფოთლები, მარტო იქნებოდა ნაყოფები და უფოთლო. ფოთლები თავის დროს ასრულებს. მაგრამ ფოთლებიანი ხედა უნაყოფო, რომელსაც უნდა კონდეს ნაყოფი. ასეთი ხე, ასეთი მორწმუნე არის დაწყებილი. აქ წერია იქნება იგი წყლის ნაკადებთან დარგული ხის მსგავსი, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს. რომლი ფოთოლის არ ჭკნება. როცა ნაყოფი გაქვს, ილაპარაკე. გაქვს იმისის ჩვენ ავტორიტეტი ძალაუფლება, რომ თქვა, აი ნაყოფიერს იესომ თქვა, უფლისული არის ჩემზე, ვინაიდან მამცხო გლახაკდა სახარებლად, ტყვეთა განსა თავისუფლებლად. და ასე და ასე. მარტო კი არ თქვა იესო. დაიწყო და ანგრევდაო მერე ეშმაკის საქმეებს. ხეიბრებს კურნავდა, ბრმებს კურნავდა, ხალხი ინანიებდა, შეყვარებულიდან თავისუფლებდა, რაც თქვა, ის მოხდა. ხოლო დღეს არის ბევრი ბლა ბლა ბლა. რატომ? ფოთლების შრიალი. ფოთლების შრიალი არა მთავარი. თუ იმ ხეს ნაყოფის აქვთ, დაიბო გამისრა ფოთლებს. და ძმებოდა დებო. ადამიანო შეიძლება შენ მორწმუნე არ ახარ, არის რაც ლაპარაკობ და რაღაც შეიძლება ბოტანიკოსი გეგონე, მაგრამ არა. იესოს უნდა მონანიება. მონანიება ეს არის ნაყოფი. მოინანია, გახსენი შენი გული უფლის წინაშე, უთხარი, უფალო მარტო უთხარი კი არა, ჯერ ეს გულში უნდა მოხდეს. მაგრამ უნდა იცოდე, რომ შენთვის, შენი ცოდვებისათვის მოკვდა უფალი. ყველაფერი ვალი გადახდილია. ოღონდ აიღე ეს ბილეთი. მიირწმუნე. შედი შენს ოთახში, ან ეზოში, საადმე მოძებნე ადგილი. დავარდი მუხლებზე. მადლობა შესწირე ღმერთს. აღიარე იესო შენს უფლად. ხსნელად, რა იცი? ბევრი მოატყვილა ამდილა. ბევრი ისი რამდენი არ გაიღვიძა დღეს. ბევრმა. და სამწუხაროდ ბევრის ვერ შევა თავის ლოგინში. თუ ღმერთმა არ შეიწყალა. ამიტომ არ ღირს რისკი, როცა კაცი შერიგებული არ არის ღმერთთან. იმიტომ რომ იესომ თქვა, თუ არ მოინანიებთ, ყველანი ასევე დაიღუპებით. ან პილატე წაგაჭრისო ისერს, ან კოშკი დაგეცემა, ან რაღაცა. რატომ? მიზეზი. იმიტომ რომ მონანიება არ იყო. ღმერთთან შერიგება. შეურიგდი ღმერთს. კინწისკვრით გაიქესე ღმერთისკენ. ჩაეხუტე უფალს. ირწმუნე იესო. მე არ ამხედობა ხატი და ის კაცო. იესო ეს არის ღმერთი არის სული და იესო ამბობს ღმერთი ეძებს სული თაყვანემსემლებს. დადექი მუხლებს, დაახოჭე თვალები, რწმენით მიმართე
ყოველივე შემოქმედს და უთხარი, მამაო ჩემოსიცია, უფალო იესო, შემოდი ჩემს გულში, შენი სულიწმინდით, დაივანი, შემცვალე. აჰა, გაშალე ხელები დაუთხარი. ღმერთო, ხსნი ჩემს გულს. შემოდი ჩემში. გარდმოდი ჩემზე. მიხემძღვანელი, წარმართი ჩემი გონება, სურვილი, ნება. წამხარო შენ ჩემთვის მოკვდი, აღდგი და შენზე ვამყარები მეც. გაღიარებ ჩემს უფლადად, ჩემს ღმერთად. და აირენერის სახარება იკითხე. იქ ნახავ რა ბედნიერებას იგრძნობდა რა გორი. ადამიანს ერთი რაღაც აკლია. ის სიხარული, ის ნეტარება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სულიწმინდა იძლევა, ღმერთი იძლევა და ამას ადამიანი ღებულობს მონანიების შემდეგ და სახარების კითხვის შემდეგ. და კიდევ რაღაცის ხან მინდოდა. გამახსენდა. იცი რა ვლაპარაკობ ამას? დღეს ბევრია რომ ამბობენ. თუ კაცმა ირწმუნა იესო, იმრუშე, მოიპარე, მოკალი, რა ვიცი მე. საოცრებას ვისმენ დღეს. უფალმა მოგე ყველაფერი აიღო. ამისთვის უფალი არ გასამართლებს. თუ ერთხელ ირწმუნე, გადარჩი. მაგრამ ეს ეთანხმება იესოს მხედველობაში ჰქონდა, ვინც ირწმუნებს. ვინც მართლა ირწმუნებს იესოს, ის გავყვება მას ბოლომდე. იესოს კვალ და კვალ. იესო გადადგამს მარჯვენა ნაბიჯს, ეს შენს გადადგამ მარჯვენას. იესო გადადგამს მარცხენას, შენს გადადგამ მარცხენას და მიუყვები ასე უფალს კვალ და კვალ. ჩავარდი, დაესი, წაიქესი, წაიბორძიკე, დაიძახე უფალო, დამეხმარე, მომიტევი, მაპატიე, გააგრძელე. სახარებაში წერია ბიბლიაში, რომ შენ შეიყვარეო სიმართლე და შემდეგ შეიძულე ურჯულეება. იცით მებოდადება ის რას ნიშნავს? არასწორია, როცა კაცი ურჯულეების მიმართ გამოდის წინააღმდეგ. არ გამოგივა. მილიონი წელი არ გამოგივა. ზულდეს იქნება. რა არის ეს? რა არის რომ თქვი? რა არის რომ გავაკეთე? როგორ არა გავსეხდი, გავბრაზდი, როგორი პასუხია რომ მივესი? ანდა რა არის რომ კაცო? რასა რომ უყურებ? მოდი აწი არ გავაკეთე. აწი არ მოწევ, აწი არ დავლევ, აწი არ შევიგინები, აწი გოგონებს არ შევხედავ, ბიჭებს არ შევხედავ, რაღაც საზეზრო რკინეებს არ უყურებ. всё. დღეიდან, არა კაცო, დღეიდან კი არა, ორშაბათიდან. არ გინდათ ის ორშაბათი არ მუშაობს ის. რაღაცა გაგასინეთ, ვინც ხასიათზე არ ახართ. ერთმა ცოლმა ოჯახში გადაწყვიტა დიეტაზე დამდგარიყო. გადაწყვიტა, всё, ორშაბათიდან იწყებ კაცრ დიეტას. და უთხრა ხმარს, всё. უყურე რა ტანადი გაყოლები, ორშაბათიდან იწყებო დიეტას. ალა გაყოლები ისა ბალერინა. და ეს ამ დიასახლის ამ ცოლმა პარასკევს. და წავიდა პარასკევი შაბათი კვირა და დადგა ორშაბათი. მიამის და ამ ქმარს გასა რა იცის ეს 1000 უჭირს ოჯახში გას. და დილით გაისმა კივილი ცოლის. ტიტუ რამე შველება ხავილი კივილი. გული გაუსწა იმ ქმარს მოკლე. დენმა დაარტყა. კუხნაში ტრიალებდა რაღაცა. დანა დაისვა ხელზე და მოიკვეთა თითი და სისხლით რაღაც ужаსი წარმოიდგენ. ჩამოირბინა საწყალმა კისის წეხვით. და შევარდა კუხნაში. და რას ხედავ? სუნდარმა არც სისხლია, არც არაფერი. ეს საწყალი კინაღა მიფაქ დარყმული ქმარი ეუბნება, რა მოხდა? რა მოხდაო და შევჭამეო. ისა დამავიწავიქით კაც დიეტაზე რო შევდიოდი. ნაძვ კაში გაშინებულო
კინაღამ გამიხეთქეო გული აზიკასო დაიწყეო ხვალ სამშაბათიდან ხვალიდან დაიწყეო და ისე ცოლმა რა უთხრე პატრონს ვის გაუგონიაო სამშაბათიდან დაწყება ყველაფერი იწყება ორშაბათიდან და რა მეშველება ახლა თელი კვირა უნდა ჩამოვა და უნდა ველოდო ახლა ორშაბათს და არქნა არ დაელოდო ორშაბათს ეხლა ამ წუთას ეხლა მოინანი ეხლა გააკეთე და ნუ ფიქრობთ რომ всё раз два три მე დღეიდან ურჯულაებას თავს მოუგრიხავ ვერ მოუგრიხავ ისე რატომ ეს კანონი არ მუშაობს მეც ასე ვაკეთებდი და მე უფალმა მითხრა არასწორად ლოცულობ არასწორი მიდგომა გაქვს აბა როგორ და მასჩვენა უფალმა ისე წმინდა წერილიდან პირველია შეიყვარე სიმართლე აი გასაღები სადევს გასაღები შეიყვარე სიმართლე ვინა სიმართლე უფალი როცა შენ უფალი გიყვარს როცა შენ მაგალითად შენი ცოლი გიყვარს არა პრიმიტიულ მაგალითს ვიღებ ანჟელიკა მანდა რა ვიცი კიდევ ვიღაცა მოდელიორმა რო ჩაგიაროს და თვალებით და ასე ხელებით რო გიქნას რა ისი შენ არ მოგიხდება არავითარი ბრძოლა შენში სიყვარული უცებ გამოავლენს ჭყალებს ხო ისი კატარა უცებ კატაროს ყნარა და ხო შიგნით აქვს ის ჭყალები არც ჩანს თუ მოუნდა და იმი გამოიტანს იმ ჭყალებს აი ასე როცა სიყვარული არის ცოლის მიმართ უფლის მიმართ არ არის არა sorry ბოდიში მე ცოლიანი ვარ სამწუხაროდ უყურე ბეჭედი მაქვს სხვა მოძებნე არა სიყვარული რა ისე უცბად ალერგიას გაკეთებ ფუ დევნი უწმინდუროსულა იესო ნაზარელის სახელი სიყვარული შენ ერთი ბუცუცუნიაც დასაძლევი არა გაქვს ასე წინათ რა იცხოვდი არა ცოდვას არა როგორ კარგია მაგრამ არა და ბუმ წაგაქციეს იტანჯები რა და მემართა всё ორშაბათიდან ისე ვიწყებ ბრძოლას არა არ გამოგივა არასოდეს არ გამოგივა გამოგივა ისე როგორ ყველაზე უფრო ესტრაფე ღვთის სიყვარულს გიყვარდეს იესო გიყვარდეს მისი სიტყვა როცა შენ უფალი იესო გიყვარს ამ სიყვარულს აქვს ძალა რომ არავითარი ცოდვა არ დაგჭაპნეს როგორია პავლე თქვა ვინც ქრისტესნი არიან ჯვარს ასვეს თავიანთი ხორცი ნებერთან და გულისკენ ერთად შენთვის არა ესნელი შენ უკვე მოვკვდი ქრისტეში შენ გიყვარს იესო შენთვის არ არსებობს ცდუნება იმიტომ რომ გიყვარს სიყვარული არის რაზერია ძოლათმაში სოლომონი ამბობს большие реки не могут потушить любви დინარეები ვერ ჩაქრებენ სიყვარულს ჩაუქრებელი ცეცხლიეს ამდენზე გიყვარდეს ღმერთი შენ და მერია არაკასკლა არიუნუშე ლალალა ტრალალა ეს ყველაფერი არის მერე თუ შენ ღმერთი არ გიყვარს შენ ვერ შეასრულებ იმას კიდევ რა თქვა იესომ გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასე შენი ეს არის მთელი რჯული всё შენ შეასრულებ რჯული იმიტომ რომ როცა შენ ღმერთი გიყვარს და ადამიანი გიყვარს როცა შენ ღმერთი გიყვარს შენ ღმერთის გაჩენილი კაცის გიყვარს და როცა მის კაცი გიყვარს შენ რომ გიყვარს იმას არც მოპარავ არც მოკლავ არც იმრუშებ არც ინატრებ მის რამეს ავტომატურად გამოგივა ყველაფერი ბლაგადარია любви სიყვარულიდან გამომდინარე ასე რომ იესომ თქვა იქ მე ვარ ვაზი თქვენ ლერწები როგორც და მე მამაჩემი მევენახე არისო ის მოდისო და წმენცო ყოველ ლერწ უნაყოფო ლერწ ეს მორწმუნეა ლერწი ყოველ უნაყოფო მორწმუნეს ლერწი ხო თქვენ ხართ თქვა იესო
ყოველ უნაყოფო მორწმუნეს ჭკლივ მოჭრისო მამაჩემი. ხოლო ნაყოფი ერს, ვისაც ნაყოფი გამოაქვს, გასუფთავებს, რომ უფრო მეტი ნაყოფი გამოიყოს. ამიტომ მორწმუნეები, რომლებსაც აქვთ ნაყოფი, იმათ უფალი წმენს და უფრომეს გამოიღებს. ხოლო არავინ არ მოგატყუილოთ, რომ თუ შენ ირწმუნე და ნაყოფი არ ეძებო კაცო. არასწორია ის მხარე, როცა ადამიანი ვიღაცა რელიგია საქმეებით უნდა თავის გამართლება. აქ სწორი არიან ისინი. საქმეებით ვერავით არ ხორცილი ვერ გამართება. მაგრამ როცა კაცი ირწმუნებს, მას აუცილებლად უნდა კონდეს. ტოეს ექნება, როგორც იაკობი ამბობს. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ასე რომ უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, გვიყვარდეს ჩვენი უფალი და ნაყოფების გარეშე უნაყოფო ხეს მორწმუნეს ელოდება გახმა და მერე მოჭრა. და იმ მოჭრილს მერე იესო თქვა ყრიანო ცეცხლში, ჩაუქრებული ცეცხლი. ასე რომ არავინ არ მოგატყუილოს, რომ ღმერთს არ უნდა საქმეები, ღმერთს არ უნდა. ბავშვი, იცით როგორ გაასამართლებს იესო ცხრას ბოლოს, ხებსა ცხრას. რაც გააკეთეთ, რაც უქენით ამ ჩემ ცირეთაგანს, მე გამეკეთეთ. რაც არ გაუკეთეთ. გაგე საქმეს უსვამს ხაზი უფალი. ასე რომ არავინ არ მოგზამლოთ. არც ერთმა და არც მეორე. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბაჰე და აბაჰო. მე მგონი ცოტა უფრო ადრე დავამთავრე, ხო? კარგია ხო მე. ყოფეს რეკლამას არ ვაკეთებ, მაგრამ მიყვარს გაჯავრებთ. ისიც რა? კარგია სიცოცხლე. ერთ მორწმუნეს უთქვია რაღაც ხილი შეჭამა. და უთქვია რა ტკბილი ხარო უფალა, როგორ გიყვარვარო ღმერთო მე, რომ შენ შექმენია ჩემთვის. აი ასე, როცა შეგამე ჭამ, გიხარია, ის მეგრული მწარე ის რაღაც, როცა საკმოს შეჭამ და იქ სიამოვნებს, მარტო ნიამ და პირში გამოსკინო გრძნობ, გულში სიგრძენი ღვთის სიყვარული, ეს ღმერთმა გაგაცხო, ეს ღმერთმა გასიამოვნა. და გაკურთხა. და აი იმ გემრიეს საკმოსთან და იმასთან ერთად, ნამსხვრთან ერთად, ან ყოფესთან ერთად, მარტო ყოფეს სიგემრიელი კი არ იგრძნო. არამედ ღმერთის სიყვარულის იგრძენი. ყველაფერში იგრძენი ღმერთის სიყვარული. აბა კარგად. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბაჰე და აბაჰო.